Davarda bicho, davarda. Не пришли, как мои. Но только, говорит, прошу, то говорю, раз гуакоч, здесь руарда маргурио. Тот анге маргу столас. Да говорю, ходит. მე მგონი ეგ რაღაცად მიხარა. მე კარგად არის მოსაფიქრებელი და მე მგონი შეიძლება თვალე 10 საათი საერთოდ არ გავართ ალაპარაკო ხაგდით. რა შეიძლება მაგათ ალაპარაკო ეგ სამი ლაპარაკი მე მგონი ეს ლაპარაკი და შეწყდეს და როგორც არის ისე იყვნენ ჩაიხოთან თუ ჩასახოთები საქმე ის არის მათ სასარგებლოდ არის ეს ნათქვამი თორემ მე კი არ მაინტერესებს მაგის არც მოკლა და არც ის როგორ იქნება თუ უნდა და დაждდეს იქ სამთარი სათიოს მაგრამ მე ვეუბნები რომ თუ არ მესვრით კი გენაცვალე გაძლევთ პირობას იმისას გარანტიას რომ არავისი ჩვენ არ გვაინტერესებს მოკლა გადმობზანდი და დასტაინ დადომა ნიტრონოდი თუ ცელო მსახრამაზი ახლა ჩემი მოსაზრება არის ესეთი რომ თქვენ აქ რო დგეხართ ხო უნდა გაამაგროთ თქვენი პოზიციები იმიტომ რომ ჩემი მოსაზრება ეგეთი რომ იგით რომ მიდის ბათქალბუთკი და სროლა ისინი ვარ გაჩერდნენ ესენი იკრიბებიან ან ძალას იკრიბებენ ან თქვენ აწამალი აკლიათ ანგეთი აპირებენ რომ ჩვენ ცოტა მოდუნდეთ და მე რეგე და გადმოვიდეთ და გაიფათონ ამ სოფელში და მე მაგათ შეკრება იქნება ძალიან ძალიან და მაგათი გვისაქვია გამდევნა მაგენი კი არა ვერავინ ვერ დაადგავს თავს და არ გეწუნოს და არც შენ გეუნები მე სად რამდენი რამი ხენი ეს ყველა მე ვიცი რას ვაკეთებ როგორ ვაკეთებ და რანაირად იმიტომ რომ მე მინდა პირველ რიგში რო არ მოხდეთ ბედრობასაც არ მიყვანთ თუ არა და მაგას ის არ დაესიზმრებ მაგირო ფიქრობ კრუგო მალყა აქ მაგას შემორტყ თუნდა დარჩეს ასე თქვენ არაფერს გაგიგებ ბოლო არა მან უთხრა ეხლა ამას საქმეობა მიცემული პატიოს ხორა მაგასაც ეს ჯერა მაინც ეშინია რომ ტანკებმა რო არ იმას გვიქნანა გვესროლონა ეს იქნება დარღვევა ჩვენი მოლაპარაკების და მან უთხრა გამორიცხულია და სწორედ უთხრა რა მაგრამ ეხლა იმას უკვირს აქ ბევრს აინტერესებს რაშია საქმე და მიდის იმას კი გონი ეს ბევრი იმიტომ რომ უნდა შეჭამა მაგრამ იმიტომ აინტერესებს ხო ხედავთ აგერ ახლა რამდენი ამონალი ჩამოვიტანეთ რამდენი ტანკოვი იგენი ჩამოვიტანეთ ნუ სავსე კედლები ნუ ყველა დირკაზე შევძვერით ყველა დირკაზე პროვოდები დანაღმულისო ანუ გიტყვა Adesso qui nella
თავია იქ რო გდია? არა. ეს სხვა თავია? აი აქედო, ეს. ვინა გადაგიტრიალე. არა, რაც გადაგიტრიალებს ხო? წამო. წამ. ლაბერს ხედავენ ახლა. ეხლა მაყუჩი რიგდებიან, ეგენი და ეგავი. რო უნდა დავუყო. გასცეს ეგრე, იმაზე რომ აფხაზები არ მოდიან, ფერი დაუვიძე და ეგენი მოდიან, ფერი დაუვიძე და როგორი დასწრა. ეს რა თქმა წინა პოზიციებზე იბრძვით. აგერ უკვე რამდენი ხანია. თქვენი განწყობა გვაინტერესებს რა. მე რას გულისხმობ განწყობაში, ისეთ ხიარული განწყობა რო იქნება თავისთავად ამდენი ბიჭები დაიღუპენ, დაიჭრენ. საბრძოლო პოზიციებია და თავისთავად, რა თქმა უნდა. საბრძოლო განწყობას, აი თქვენ პირადულ განწყობას იმ მიმართულებით, რომ ეს საქმე, რასაც თქვენ ემსახურებით დღეს, საქართველოს რო ჭირდება. აი ამაზე იქნება ორი სიტყვა მეთქათ რა. განწყობა როგორ მოგახსენოთ, აი ძალიან ბევრი ბიჭები დაგვეღუპა და იმ პერიოდში, როდესაც ეს ბიჭები გამოგვეცალნენ ხელიდან და დავკარგეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე წუთები იყო ჩვენთვის და ძალიან ტრაგედიული განცდები, რის გამოც წყობაც შეიცვალა და ყველაფერი და ნუ პერიოდულად, როდესაც გადავდივარ წინა ხაზზე და უყურებთ იმ ბრძოლას, რომ მომატებას ვაკეთებთ იმ შეტევებიდან, ერის საკეთილდღეო და ვაგრძნობინებთ იმას, რომ არა ვართ ბოლო-ბოლო ისეთი უსურსური ხალხი, რომ ვერ დავიცვათ ჩვენიერი და ქართული მიწა ვინმეს გავატანოთ და ისინი ამ დროს მიდიან უკან და გვეცლებიან ხელიდან და ვხოცავთ, რა თქმა უნდა, სრულიად უფრო სამხიარულო და სასიამოვნო განწყობაა და ხასიათი გვეცვლება. ნამდვილად გასამატებელი არაფერია. საერთოდ ძალიან საწყენია რომ ამდენ კარგი ბიჭები დაგვეღუპნენ და დაგვეხოცნენ, მაგრამ ის სასიხარულო ამბავი რომ ჩვენ დღევანდელ დღეს უკვე მივახციეთ იმას რომ გამარჯვება ახლოა და ყველაფერი კეთილად დამთავრდება, ეს დიდად სასიხარულო და კარგი ამბავი. სადაც ვგზავნებით? ბორჯომელი მოხალისეთ ვარ ჩამოსული. თუ შეიძლება მე რუსულად ვეთქვი. აი ჩვენ რო აი ბატონო გია რო თქვა ხო სულ первый аэро ори бичи, которые погибли 2 человека на ЛТЛБ. Это которые мы первые, которые вынесли, во-первых, это, ну, как это, пленника взяли. На второго, короче, у нас когда погибли 2 человека, лично я взял его в руки и прямо посадил в ЛТБ первого пленника.
И, как говорится, я не хочу, чтобы больше такое было, чтобы у нас смерти, чтобы больше не было. Я хочу, чтобы была только одна только дружба была бы между всеми народами. Это уже почти все надоело, если честно говорить. И воевать и автомат держать, применять пулю против человека, это грешно. Я не хочу, чтобы больше было войны. Пускай будет мир. Вы откуда? Тбилиси. Офицер. ანუ ბატონო გია მართალიბძან აქ ბევრი ისეთი ბიჭი არის ჩამოსული, რომელსაც ავტომატი პირველად შეერია ხელში, არასოდეს არ იცოდნენ არ გასულ არაფერი. მე პირადად გამოცდილება მაქვს მიღებული ავღანეთში. იქ მართალია ტყუილო მიიღო თუ მართალო მიიღო იქ მომიწია, მაგრამ აქ უკვე ჩემი მიწის და კი. და აქ კიდევ უკვე ჩემი მიწის გულისთვის ბრძოლობ. ნამდვილად ჩემი მიწის გულისთვის. რა შემეძლება ჩემი ძალით და ჩემი ღონით ყველაფერს გავაკეთებ. ისე რომ საქართველოს გამოვადგე ყველაფერს. თქვენ საიდან მზადდება? მე თბილისელი ვარ. საბრძოლო გამოცდილება საკმაოდ დიდი ქონიათ. აი ბიჭებს როგორ აწყობთ? თქვენს გარშემო ვინც იბრძვიან? მე მადლობელი ვარ ყველა ბიჭის იმიდან, რომ ყველა არის გული და სულით აქ. ყველას აქვს განწყობილება საბრძოლო ძალიან უმაღლეს დონეზე და ყველა ესე იგი ყველას ერთი ფიქრი აქვს, რომ გააკეთოს ის, როგორც საქართველოს სჭირდება. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველა ბიჭების. სულ ამ საკუთის მნიშვნელობით. შემიძლია ერთი თქვა, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენ ქართულ მიწას და განწყობა ქართულია. მეტი არ შემიძლია არაფერი დავამატო. ვიცავთ ქართულ მიწას, რომელზედაც უნდა იცხოვროს ყველა ეროვნება, ვისაც სურს იცხოვროს ქართულ მიწას. და ვისაც ამის საშუალებაც აქვს და სრულიც აქვს, მოვიდეს, დადგეს ჩვენს გვერდით და ააშენოს ეს ქართული მიწა, ქართული კერა, ქართული სახლი და დადგეს ჩვენს გვერდით. ეს ბრძოლა, რომელიც ესე იგი აც იყო საერთოდ არ უნდა მოხდარიყო, მე მგონი სულშკარა დამთავრდება. და აუცილებელიც არის ალბათ. მალოთ. რუნათად ისეთები გვეუბნებიან, რომ სახში არ იციან და ეკრანზე ნუ გადაგვეღებთ. თქვენც ასახობთ. ჩვენთან უკვე იციან სახში მართალია, მაგრამ მაინც მშობელი მაინც მშობელია და მშობელს ხომ იცით რა განწყობა სხვანაირია და ის ურჩევნია თავიშვილი გვერდზე ყავდეს. ვიდრე ისე რა შემიძლია მეთქვა ახლა აქ მიმდინარე ბრძოლებზე. ერთი ის გამოჩნდა, რომ აუცილებელია, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ყოველთვის იდგეს იმ დონეზე და ისე განწყობილი, რომ ყველა აგრესორს გასცეს თავისი პასუხი. ყველა მტერს აბსოლუტურად შიგნიდან იქნება, გარედან იქნება თუ ვინც იქნება. ეს დაგვანახა ამან. დაგვანახა, რომ ჩვენი საზღვრები დაუცველია. რა ვიცი, ალბათ პირველ რიგში ამას უნდა მოევლოს. ხოლო რაც შეეხება აფხაზებსა და აფხაზეთს და საერთოდ ქართულ მოსახლეობას და აფხაზ მოსახლეობას, ჩვენ ვიბრძით არა მარტო ჩვენი მოსახლეობისათვის, არამედ აფხაზებისათვის. იმიტომ რომ ჩვენ გადარჩენა, მაგათი გადარჩენაც არის. ოდითგანვე ერთად ვიცხოვრია და ალბათ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ვერ წავალთ, ვერც სამხარეს, ვერც მეორე მხარეს. იმიტომ რომ ჩვენი ტრადიციები და ჩვენი ფესვები ისე ერთმანეთთან გადაჯაჭვული, რომ არ არსებობს. ხოლო ის ხალხი, ვინც ურევს, არა, ვინც ზევიდან ურევს, ვისაც რაღაც პოლიტიკური ამბიციები აქვს, ვინც იბრძვის იმისათვის, რომ რაღაც ანუ საქართველოს მოსტაცოს, ვიღაც სხვას მივიერთოს და რაღაც ეს სულ ტყუილ უბრალო ცდელობაა და არაფერი არ გამოვა ამისაგან. აი როგორც ატყობთ სიტუაციას და რაღაც ჩვენი საქმე მოგებულია და მოგებული იქნება რა, მესამწამს. ალბათ. დიდი მადლობა ღმერთი თქვენ. დაახლოებულია. ჩვენი პროფესორი სამეთო რაყოთ იყავი. კი, როცა გაიგებდნენ რა. ეხლა სად იცი, აი რა იციან, სად ახარ? არ იციან არაფერი. სახში არ ახარ, სად ახარ? თბილისში გონი. რამდენი ხანია რაც ახარ? კვირანახევარი იქნება. ყოველ კაცო საერთოდ არა, საერთოდ კი არა, გავიდეთ, მაგრამ ეს
ახლა აბა აკეთრა ძმურად მოდი რა აი მოყევით რა ეს ამბები რა თუ შეგიძლია ვაფერი ახლა ჩვენ რა იყო იცი გასულებული ვიყავით მაგალითად ეს მანქანა რო შემოვიდა და ვაფერი რა მე 21 მანქანა ხო ბიჭები დაიხოსა ის შემოვიდა მე მისახმარებდა და ის მეორე მინაზე აკეთდა და უფრო იქ На первой машине, которую поехали, которую взяли первого мы пленного, который езжал вон там лежал. Первого пленного взяли, посадили в машину, отвезли обратно. Ехали мы уже за вторым пленным, который уже был уже бит, уже живой. Когда приехали, прямо подорвались миномине. Первая машина, которая подорвалась. После нее вторая потом машина подорвалась. МТЛБ, которые били два буржуйских парня, которые скончались. На месте прямо скончались, сгорели. Пойдемте покажу, где лежали. Ой, взяли первого пленного с этой гором. იქიდან ამოვიყანეთ პირველი დაჭერილი. სულ პირველად რა მომედით? ხო, შეგიძლია ეგდო. ხო. ჩეჩენი იყო პირველი და მეორეც. მეორე ეგდო აი აქ. მესამე იქიდან უკვე მკვდარი იყო მანქანასთან პირდაპირ. აი ამის და მეორეს წამოსაყვანად მოდიოდით უკვე, როდესაც აი ეს პირველი ამბავი მოხდა. შემდეგ უკვე ეს არაჩვენი თქვენი პრინციპი როგორ მოხდა რა მოხდა. აი ამ ოჯახში ჩავდა. Вот это зашли вот он. Сейчас еще один передатель выпустил его. Я ხები ქონა გენერალ დადიოდა. ხიდი არ ჩანს არა აქედან 200 მეტრად აქედან. რა არის მანდა? პირველი დაჭერა რომელიც ამოყვანდა შეთან იმაში გადაიცვალა. ეს აფეთქდა აქ მინა? უბრალოდ ესრულეს. ჩვენმა ბიჭებმა ესრულეს და ოღონდ დარჩა დაჭერილი რა და ჩავიდა ამაში.
ფენიარეთ, ფენიარეთ. Frisida. Camera sulla contro singolo poco che ეხლა Обокрали, пускай обокрали, лишь бы мы это живые были. Что это такое? Контрактировал. Ничего не переживаешь. Ой-ой-ой, как не переживать? Лучше бы мы уехали бы в Грецию. Лучше бы. Брат мой уехал, все уехали, я продать не можем никому. Здесь было лучше, чем в Греции. Вот потому мы Нет, это и глаза бы лучше не видели вот эти ужасы. Лучше бы глаза не видели. აქ მეზობელია კიდე რუსის თავია კიდე. ეს არ გასულა არსად, აქ იყო ყოველთვის. ამ პრობლემის დროს იყო და იყო სულ საერთოდ არ გასულა აქ და? არსად არ დასულა, ყოველთვის იყო აქ. თქვენ ამდენი ხანი არ გქონდა? მე ერთი კვირა რაც აი პირველი შეტაკება რო იყო, მეორე შეტაკება კიდე მარტო დარში საცი ვიყავი მარტო. მე 8 საათი გავედი და წავედი ცოტა რომ მიწვნარდა. იმის შემდეგ არ მოვსულ ვარ გუშინ წინ 1 საათით მოვედი და მე დავინახე რომ ყველაფერი დამტვრებული იყო, წავედი შემიშინდა. გუშინ მოვედი კიდე. ყველაფერი გაუჩანაგებია, ყველაფერი წაუღია. Си коментирам куде сме го варси катрини будете дикуте. Варси катрини те. Акрок ати шева да гамес мецаиде. Бла придам привия, кой дал приятно, да кому приятно. И была пробовать, а придам дороги, помогла, хай мокиде гуляра, толщи арго, арглия толкия, самевска я так рамаси гипатия метки. რამაზი მიეცნა ყველაფერი მე მეორე დღეს მოვედი ყველაფერი წაღებული
ჯანდაბა სოღმშვიდობა იქნეს და არაფერს თავი აქვს. ყველაფერი წაიღო რაცა. Უფროსი ბიჭის ისა ოთახები აიწეს. Televizorul göz alıyor.
ფაქტები რომ ჩამოსული ჩეჩნები და ისინი უკვე დაჭერილები ვინც არიან გურლიფშის რაიონში, აი იქით გაგრის მხარეს, იმათ ყველას ჩაწერა აქვს აფხაზური. აქაური ჩაწერა აქვს. უკვე აქვს აქაური ჩაწერა. უკვე ჩაწერა აქვს აქაური. ემზადებოდნენ წინასწარ რომ ამ კავშირნიერ კოთხში ბუნებრივია კარგია. ფაქტურად ეგენი ბრძოლებენ, მაგრამ ეხლა არის მონაცემები რომ მაგათაც უკვე ყელში ამოუვიდათ რომ თვითონ ჩამოდიან ბრძოლებენ და აფხაზები კიდე არ აჩანან. იმიტომ რომ ეს აფხაზების ინტერესში არ არის, ეს რო იყოს აფხაზები იქნებოდნენ. გასაგები. ნუ ახლა თუ დღეს საღამოთი გადაიცემა თქვენი ეს საუბარი და ალბათ ბევრი კიდევ ერთხელ ჩაუფიქრდება თქვენს ნათქვამს რომ ესე იგი აფხაზებს და ქართველებს ამ შემთხვევაში გასაყოფი არაფერი არ აქვს. აგაშინა ღმერთო. დიდი მადლობა. რაც შეეხება ხიდს, მე წაგიყვანთ ეხლა იგზევი. იქიდან ძალიან კარგად მოჩანს ის ხიდი და გაჩვენეთ საიდან ისვრიან და ისროდნენ უბრალოდ ერთი პერიოდი, ეხლა უკვე აღარ ისვრიან. იქ ნაწილობრივ დანგრეული არის აქ ტექნიკა. და იმ საცოცხლე წერტილებს ვანადგურებთ. და ესე ვითავიდეთ და იქ ჩვენი პოსტები არის და გაჩვენებთ. ხიდი დაგანახეთ. დიდი მადლობა. ერთი წუთი გააჩერი, ერთი წუთი. დავიდეთ ბატონებია და პულიმეტი. დასტიკად იყო დასახიჩერებული, ბორჯომელები იყვნენ ბიჭები. როლი ბრიგადის მეთაური, თბილისის ბრიგადის მეთაური. ცოტა აქეთ მოდი რა შენ აქეთ შემოდი. კი ბატონო, ესე იგი ყველას აქვს საბრძოლო განწყობილება, იმიტომ რომ ყველას უყურთ თავისი მამული და საქართველოს ერთია. ჩვენ სხვა ქვეყანა არ აქვს. ეგ არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ არავის არ მიცეთ არც ერთ მიწის წყალს არავის არ დაგუთმობთ. ყოველთვის ვიდგებით საქართველოს სადარაჯოზე იარაღით ხელში, როგორც აიღლა ჩვენ ხედავთ, თქვენ ხედავთ ახლა ბიჭებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს დავიცოთ გარეშე მტრისაგან. სტეფანი არა? სტეფანი. მოდი ახლა მეგობრულად და ძმურად. თქვენ ქართველი არ ხართ, ხო? სომეხი ხართ. აი ავტომატით გახართ ახლა და იცავთ საქართველოს ასე უნდა ვთქვათ, იცავთ საქართველოს, არა? ბევრი არის თქვენთან ასეთი? აი აქ სოხუმში რომელი? არიან ბიჭები. არიან ჩვენს არიან. თეთრატივში არიან ბიჭები, სომხები. რა ვიცი რა გითხრათ, მე ოფიცერი კაცი ვარ. საქართველოსთვის პიცი მაქვს მიღებული. ჩემ დავალებას ვასრულებ აქ. საქართველოში ხარ დაბადებული? საქართველოში ვარ, თბილისში ვარ დაბადებული. კი. თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ეს ჩემი რა ვიცი სამშობლოა. ამის გულისთვის და
დიდი სურვილით აქ ჩამოსული ვარ და ჩემდავალას ვასრულებ. სხვა რამე და რა ვიცი რა გითხრიდე. თავარი ეგ არის, მეტი არაფერი, აგერ შემოგვიყვება. თქვენ? მეც თბილისიდან ვარ. ქართველი ვარ. ალიგა ვარ ალბათ. რაც შეეხება განწყობას, რასაც დავალებას გვაძლევენ, ვიპალნაემ იმპერია ვიპალნაემ. План перевыполняем. დავალების გარეშე. არის სული მამული შვილური, რომელსაც არ ჭირდება. რო არ გქონდეს ეგრეთი სული აქ საერთოდ არ ვიქნებოდი. მე აქ რო წამოვედი, მე მუშაობდი წვრთნელად და ვიყავი ძალიან კარგად. მივატოვე ეს ჩემი სპორტის ამბავი და წამოვედი აქ. ამოვდი კი გია თორაძეს გვერდში. სამშობლოს ახლა ეს ჭირდება და რა სპორტსმენი ხარ? დიახ, საქართველოს ნაკრებში ვიყავი 9 წელიწადი ატლეტიკურ დამარჯში. აი ახლა საქართველოს ესაა უფრო საჭირო და ნამდვილად ავტომატით ხავს. ნამდვილად. დიდი მადლობა. თქვენ? როგორც შემამხანაგებს მეც ისევე განწყობა მაქვს საბრძოლო. მინდა რომ ჩემი საქართველო იყოს ერთიანი, ამის გულისად ვარ ჩამოსულები და მე მგონია რომ არ ნაბის უკან არ გადავდგამთ და ბოლომდე უკანასკნელ დრომდე ვიქნებით აქ, სანამ ეს ყველაფერი არ მოგვარდება. იქნება მშვიდობიანი იმით, მაგრამ იქნება ბრძოლით, ამას შევშეს. აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მაინც უკან არ დავიხებთ. კეთილი, დიდი მადლობა. შვილი. თბილისელი, სხვა რა თქვა? მოხალიც. უпроси ლეიტენანტი ვართანოვი, ბატონის მეთაურის მოადგილე. თბილისელი. 100 ალიკა აბულაძე თბილისელი. კადრი. ბატალიონის შტაბის უпроси ლეიტენანტი ჭიგაიძე მალხაზი. ჩილბურჯანაძე. პირველი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი. ბატონო არჩილ. ახლა შეიძლება Thank you.
გავერთიანდეთ და კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ. აქედან რომ წავალ, რომ მივალ ჩვენს კარმიდანოში, მე როდესაც დავიწყე თავიდან აისე, შევქმნათ რაზმები თავდაცვისა, შევქმნათ ჯგუფები, გამოვიყვანოთ ყველა საშუალებები და გამოვიდგეთ ხარში ოფიციალურ სტრუქტურებს. იარაღი მინდა, იარაღი! გამოგდებო, ყველაფერი გეჩვენა. აი ისიც გამოვიყენოთ, იმაშვილ უფრო მძლავრი იქნება. სიკულოს პარსონს ეს ჩვენ მოგმართეს სიტყვით და კიდე მინდა ორიენტაციის კითხავს, სადაც საქართველოსა იქ საქართველოს ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესია არის, სადაც ქართველი ხალხია იქ საქართველოს ეკლესია და მისი საყურება არის. ჩვენთან არის ხუმარხაზეთის ეპარქია, ჩვენთან არის სრულიად საქართველოს ეკლესია, ჩვენთან არის ჩვენი ლოცვა და მარჯვენა თუ კი საჭირო იქნება იარაღით ხელში. ჩვენთან არის ჩვენი ლოცვა, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველოს, ღმერთმა დალოცოს სრულიად ქართველი ხალხი და ყველა ის ხალხი, ვინც საქართველოში ცხოვრობს და გულით საქართველოს უყვარს. ღმერთმა დალოცოს ერთიანი საქართველო და ღმერთმა დალოცოს დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ, ხომ 11 ოქტომბერს ერთსულოვნად მივიდეთ და ხმანივცეთ მათ, ვინც ღირსეული შვილებია ჩვენი საქართველოს. რომ აფხაზეთში სუფევს დაბნეულობა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა შეფრთხილია ჯიშით, არა, ავირჩევ ჩვენს მმართველობით ორგანოებს. დიახ, 300 კაციანი ჯგუფი ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს, მაგრამ აი იარაღი არა გვაქვს და აი ამიტომ გაჩერებული ვართ. მივაგზავნეთ ერთი კვირის წინ ორი კაცი, თამაშ კადუარის კომისარი იყო, აფხაზეთის კომისარი იყო, პოლკოვნიკი კაცია, გამოცდილი კაცია, მივავლინეთ თბილისში. მაგრამ უეცრად დავა შეიქმნა და ოპერაცია გაუკეთებიათ, მაშინ ბატონი შევარდნაძე ბრანდებოდა. არა, ახლა შემპირდა რომ მე მობრძანდითო კომისარიატში და იქ გავარკვევთ ყველაფერსო და მივავლინეთ მაშინ შევარდნაძესთან, მაგრამ შევარდნაძე მაშინ წასულიყო გაეროში. მზადა ვარ 300 კაციანი ჯგუფი, მზად ვარ. და ყველა ახლა აუცილებლად 40 წლის ზევით 50 წლამდე მე მგონი სხვაზე ნაკლები სროლა არ შეგვიძლია და სხვაზე ნაკლებად არ შეგვიძლია. არ ძალა შეგვიძლია. 62 წლის კაცი ვარ. სამოცი ვარ მე რა თქმა უნდა 62 წლის კაცი ვარ. მომენტი დიარაღოთ რა თქმა უნდა. მე წავა პენსიონერი კაცი ვარ. თავს არ დამდგავ. ვაიყვანი საკამერაცებს საზამური და ბატონი პოლკოვნიკი თამაზი ავირჩიეთ ჭყაბუა ეს იყო აქ აფხაზეთში კომისარი და რაღაც სასწაულად გააძევეს აქედან აფხაზებმა გააძევეს და დღეს ის მოვიწვიეს ჩვენ და ჩვენ ჯგუფის ხელმძღვანელად დავნიშნეთ მაგრამ ახლა უეცრად ავად გახდა და ოპერაცია ჭყადუა თამაზი
პოლკოვნიკი ჭკადო. ნუში მეჭიბრება. მეცემ წამს თქვენ რო გწამთ. ყველაზე მეტად მეცემ მონია რომ მე მიყვარს. მე უფრო მეტი არ უნდა დავიცვათ ჩემი წოჩვილი ჩანდირე კაცი ვარ. ვიცის რო და ყველაფერი რა თუნდა ავტომატი. საჩამოსვლი და სადაკაურ ხალხს. შესაძლებელი გამოსასწორ ყველაფერი. ეხლა ამბობს რა ის ეცეფსი წაიბოს. ბაბადიე. თუ თქვენ ეს ტელევიზიისათვის გინდა? მე ერთ რაღაცას დავუმატებდი. არც ერთმა ადგილობრივმა ხალხმა აფხაზების წინააღმდეგ ჩვენ ღიარაღი არ ავიდა. მაგრამ გადამფრიელები რომ მოვიდნენ, მაშინ მე ნაჯახსაც ავიღებ თოხსაც. რაც რამე მაქვს, მე არავის არ დავაჭარბულებ ჩემს, არავის არ დავაჭარბულებ. სისხლი. აი ამიტომ გთხოვთ, რომ ეს გადასცეთ, რომ ჩვენ მზად ვართ და ჩვენ ძალავ ყოფნით. მაგრამ საუბედუროდ ისეთი გახდა, ისეთი ამბავი გახდა, რომ მე ну მართალია ალალ ტყუანის გარჩევა მე მოხდება, მაგრამ ბევრს დაურიგდა იარაღი, ისეთი რომ მარადიორებს. დიახ, მაგრამ უმათქვევინებს ყველაფერს, მაგრამ არასწორ ხალხს დაურიგდათ ეს. კი ბატონო, უკმაყოფილო ვართ ამაზე და ის ნაღდი ხალხი შემართებით რო არის და გულით და გრძნობით რო ემსახურება ალალ მართალად, ისინი ქედავჭით ის. კი ბატონო. კი ბატონო, მე ვიყიდე იარაღი, მაგრამ მე მანქანა გავყიდე, ყველა მართალია ვიცი. არა მაგრამ პენსიონერი გაძივა, ყველა შეიძენდა ეთქვათ, გაწო. ბავშვებს დაურიგა, მე ვეუბნეოდი, გაწო. ჩამო რა გინდა, გაწო. რა თქვია ბავშვი ჩემზე უკეთესია, მე ვეწყინება ახალგაზრდა, გაწო. მე სამხედრო გამოვიარე. მე ხუთეულიდან გაგიარე სამხედრო მოვალობა მოვისურვები. მე ზღაური ვიყავი, ვიცი, პუშა ისროლა და ყველაფერი, სტანკი არ ვიცი მარტო. სტანკი გაკეთილია, შენ. მე ვარ, აწერის ვარ, მე. შენ ხარ ყველა ტანკი. მე სამხედრო კომისარიატში მოგდადი და მე რომელსაც მითხარა, აგერა ტანკის, რასაც ვიქნა შუაშია. რასაც კომისარიატში ვიქნები და ხო ხარ. კი გაწო. შეგაგიდება, ყველა წევიყვან, ტანკი გერა თვითონაც გვერდი იყო. არაფერის უფლობას რო არ გვაძლევენ. როგორც სადა იარაღ რამდენი ბიჭები დადიან სოხუმში და სად მივიდნენ? არაფერი არა. არ გვინდა ვიღაცა შევაწუხოთ მოყვანილი კაცი, როცა ჩვენ ადგილობრივი ბიჭები, შენიერ კაი ბიჭები ყავს. შენიერ კარგად დაგვიცავთ. ის არა, კი. არის დიქტატორი სპორტული. აჩვენებს შვილობიან მოსახლეობაში. ერთმანეთი გზაათასობით სასკარი. ხეთურად აწამეს და დაგხვიდეს საქართველოს გადავიდნენ. აჩვენებს ფაქტები და დაწყვეტილება. აგრაცი დაწიალებულმა რომლებმაც შეედინეს დანაშაული კატეგორიების წინაშე დიალოგისა და მოლაპარაკების სცენაზე საუბარი არ შეიძლება. ქართველო, დროა გონს მორებოს და ბოლოს გამარჯვებს ერთობარე. დროა საკადრისი პასუხი გაცეს ყველა იმპორტულ, ვისაც საქართველოს დასამარება განუძრახა. მოვლენები ძალოთქულიდან გამომდინარე, სადაც ჩრდილოეთ კავკასიელ ტერორისტთა სისხლიანი აქცია ქალაქ გაგრაში შეფასდეს როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. მეორე, დაუყოვნებლივ ადმინისტრაციის სამართლის საქმე ამ ადამიანური აქციის ორგანიზატორების მიმართ ვლადისლავ არტემოვსკის დროებითი მმართველობის ორგანო. მეხუთე, შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება ვლადისლავ არტემოვსკის სისხლიან ხროვასთან. აუცილებლად ორგანიზაცია. არაფერი მოლაპარაკება.
Sahne mit einem Kammer von der Leute, die
მოსახლეობას გადასცეს ქართველთა აშობის სახით. ამრიგად მწერლის პირველი მიზანია ქართველთა გენოციდი. ზრუნებოდადებო, ვიფასოს უგრძელებო, ტალენტიანებო, სენაკენებო, ხოდენებო, მართულენებო, ხორასხოენებო, ჩვენი ხსნა მხოლოდ ჩვენს ერთიანობაში ასუთა გავიგოთ ყველა. ისტორია მოსმეა, რომ მართლა ეროვნული ერთიანობის სამთო იდეა დავაკეთოთ. დამდგარ საქართველოს დასაცავად ერთობლივად და გამარჯვება ჩვენი იქნება. ღმერთი იყო ჩვენი ფარველი. ამის ხალხი აგრიგატალ ძალარო სოხუმში რამდენი ათასი კოპიარზებო და ყველასვარსო ამდია ხალისრანი მოგიწეროთ არავან ძირითი ჯაიამობ ძალა ეხლავე შევხსნათ ლაშქარი ერთმანეთის კვერდითილო და ჩვენ წარიმეროს ზებუღება მინდა უთხრა ატომ დიაკარევაშვილს რომ მან უნდა შეესრულოს თავის სიტყვა ადგილ ძალა რომ არ გაეცხრება ყველა გამოცდილებას ამავე დაესრულა შეესრულა ზუგდიდელი კაცი ვარ და ჩემი ზუგდიდი თელი ქართლის ქალაქის პირშემდია იმ ერთი უბრალო დურბის ოჯახიდან სამი მწერალი გამოვედის და მე არ ვჯანა არ მინდა მჯეროდეს ჩემი სამეგრელო თავისი შეუპოვრობით თავისი კაცობით მამული შვილობით ჩანს გავადაგება ის ხური შემოგვიმა ის დიდი ჯარბი ენერგია ჩვენ ყველას განსხვავ 89 ექსპერტი ივლისი როცა აგერ ახალში შევიდნენ ჩვენი ძმები და ჩვენ კანდიდატები მე ვფიქრობ რომ საქართველოს მეთაური სამი დღეა ჩვენ გვერდით და ყველა ერთად იმ საჭიროებო საკითხებზე და რას უნდა მოელოდე იმ ხალხისგან, როცა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის თვითმფრინავს უკან მისდევენ, რომ ჩამოართვენა იგივე საქართველოს საქართველოს. მე ვიტყვი, მოგიწოდეთ ჩვენ ყველანი ერთად დავჯერთ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, გადავარჩინოთ ჩვენი ოჯახები სირცხვილისაგან, გადავარჩინოთ ერთიანი დიდი საქართველო. მე ვიტყვი, როგორც დაარასდროს ჩვენ ყველანი პირას უნდა მივიდეთ ხარვინსად.
რეგულარულად მოგვიშენაზე. როცა ვამბობ გარდაუს პროფესია თანამემამულენია ნახევარვაში ვარ ეს თანამემამულენში ცხოვრობენ დავუსვი მიწაზე საქართველოში დამაგიფრეს რომ ქართული ხალხი საქართველოს ხელისუფლება ისე იცავს რუსი მოქალაქეების ინტერესებს როგორც საქართველოს რომ დასჭირდება სხვა სახელმწიფოს დახმარება და სხვა ჯარების შემოსვლა ისათვის რომ რუსი მოქალაქეობის ინტერესები დაიცვა. მე მივახავ ასევე ბერძნებს ვინც არ გამოსადეს ხოლმე. და ერთი რამ უნდა ვთქვა. ეროვნულეს უძველესი ქართული მუზა გადასვენ მრავალი ხალხი ცხოვრობს საუკუნეთა განმავლობაში მე ისიც მინდა ვთქვა სეპარატიზმი ვერ გაიმართა ექსტრემიზმი ვერ გაიმართა ვისაც უნდა ამ ის ნაბოლარ მიწაზე ცხოვრება ჩვენთან ერთად ზმურა და მეგობრობა იცხოვრობს მე ვაძლევ იონების თავისუფლების მოქალაქის უფლებათა შეუახლოვების სწავლის და შრომის უფლების სრულ გარანტიას ზმობის და მეგობრობის გარანტიას მართლა ღვთიურ მიწაზე ვისაც გამოყოფა გნება ვისაც სხვაგან გნება წაბრძანება მიწა ეს ქართულია თქვენ წაბრძანდით სადაც გნება და ჩვენ გზას დაგილოცავთ მაგრამ ეს ეხლა ბევრს ლაპარაკობ აი გუგამთაში რომ ერთი ჯგუფია აფხაზთა ხელმძღვანელების რომ ქართველი ჯარი შემოვიდა აფხაზეთის ოკუპაცია მოხდა ბატონებო მე მითხარი საერთაშორისო სამართლის რომელი ნორმა რომელი დებულება უგზალავს სახელმწიფოს და ამ სახელმწიფოს მთავრობას თავისი ქვეყნის ფარგლებში თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილოს ერთი ადგილიდან მეორეს თავისი ჯარი. არ არსებობს ასეთი ნორმა საერთაშორისო სამართალში. არც იქნება ეს. საქართველოს ჯარი თუ საქართველოს ყოფნა უწერია. ჩვენ სიცოცხლე ვიწერია. და ეს ასე იქნება ჩვენ ვიცოცხლე. ჩვენ ვიარსებებთ. ჩვენ გვეხნება აყვავებული ქვეყანა. ჩვენ რა თქმა უნდა გვეყოლება არმია, გვეყოლება ჯარი. და ეს ჯარი განლაგდება იქ, სადაც საჭიროა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ამას ყველა შეეგვიყვება. და ამ ჯარში იმსახურებენ, რა თქმა უნდა ქართველები, რა თქმა უნდა აფხაზები, რუსები, სომხები, ყველა ვინც კეთილი ნებით არის აქ ჩამოსული, ვინც კეთილი ნებით, ვისაც კეთილი ნებით უნდა იცხოვროს, იშრომოს და იზმოს ჩვენთან ერთად. ეს ასე იქნება. ამ ორი დღის წინ მოხდა საშინელი რამ, რომელიც ალბათ როგორც უმძიმესი მოვლენაც შევა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში. მე მიჭირს ამის თქმა, იმიტომ რომ სახელმწიფოს მეთაური ვარ, ორ შემთხვევაში 11 ოქტომბრამდე და მე ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ჩვენ მოგვაწყვეტს.
მე უნდა გითხრათ, რომ მე და ჩემი მეგობრები, ჩვენ პატიოსანი ხალხი ვარ. და ჩვენ გჯეროდა იმ მოლაპარაკებისა, რომელიც გაიმართა მოსკოვში. მე ვიცი თქვენ როგორ მიესალმეთ იმ 3 სექტემბრის ხელშეკრულებას და საქართველოს მიესალმა იმ ხელშეკრულებას, იმიტომ რომ ის მართალი სიტყვებითაა შედგენილი და დაწერილი. და ჩვენ ვენდეთ პრეზიდენტ ელცინს. მაგრამ მისმა ზოგიერთმა წარმომადგენლებმა მე მინდა თქვენ ისე გაიგოთ, როგორც მე ამას ვამბობ. არ გააკეთა ის, რაც უნდა გააკეთებინა. სოჩაში, ადლერში, სოფუმში მინდავრობდა მოლაპარაკება. ხელი მოაწერეს დოკუმენტებს. დადგინდა უცხოელ მოთარაშეთა გაყვანის ვადები. ჯერ 15 სექტემბერი. მერე 25 სექტემბერი. მერე 1 ოქტომბერი. და თურმე ამ ხნის განმავლობაში მზადდებოდა ის მუხანათური და გამყიდველური აქცია, ის უბედურება, რაც გაგრაში დატრიალდა. ამას ეს არავის არ შეერჩება. ეს არავის არ შეერჩება. მე გუშინ შევხვდი დაციაში, ესექციაში. იმ დაკარგულ ხალხს, თავებს, ბავშვებს, მოხუცებს, ვაჟკაცებს და ქალებმა მითხრეს, შემცრა და შემაწუნა. თუ საჭიროა, ერთმა ქალმა თქვა, მე 2 შვილი მყავს. და 2 შვილის მომიკლა, მაგრამ მომეცით იარაღი. მე უნდა წავიდე და მე უნდა დაუბრუნო გაგრა საქართველოს. ასია განწყობილი დღეს ყველა. გაგრა იყო, არის და იქნება საქართველოს ჭიშკარი, ქართული მიწა და მე მჯერა რომ ჩვენ ყველანი ამ მოახლოეს ხანებში აღვადგენთ სამართლიანობას. ეს იმ ვაჟკაცების, იმ ქალების, იმ ბავშვების დაჭრილების, ამ ყოფების სოვნისათვის აუცილებელი, რომლებიც დაეცენ ამ მადიან მიწაზე. ეს ასე იქნება. მე სრემლებამდე ამაღელვა აქ სიტყვებმა ჩემ წინ რომ გამოვიდნენ ორატორები, რომლებმაც აქედან ამ მოედნიდან სამეგრელოს მიმართეს. რამ გაყო? სოხუმი და ზუგდიდი, სოხუმი და თბილისი, სოხუმი და წალენჯიხა. აქ კარგად რო გამოიკითხოთ, ყველანი ნათესავები ვარ. ერთი სისხლია, ერთი ხორცია. მე უერთებ იმ მოწოდებას, რომელიც აქ გაისმა. მე არ ვჯერა, ვერ დავიჯერებ, რომ სამეგრელოში გადა ერთი რაღაც რამდენიმე ათეული კაცისა, ვინმეს წარმოედგინოს სამეგრელო საქართველოს გარეშე. ეს არ შეიძლება. საქართველოს წინაშე სამეგრელოს ისე როგორც დახევს, ისე როგორც ქართლს და სხვა ჩვენ კუთხეებს ისტორიული დამსახურება აქვს. ასე იყო. საქართველო იყო ერთიანი, სამეგრელო იყო ერთიანი, მთლიანი საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ასე იყო და ასე იქნება. და კიდევ ერთი, მე მადლობელი ვარ თქვენი. აი, გულწრვალე რეაქციის გამო, რაც მე აქ შევიგრძელი. როცა ორატორები ლაპარაკობდნენ არჩევნებზე.
არჩევნები ერთ კაცს არ სჭირდება. თქვენ ისით კარგად. ჩემი გაკვირვება ეს აპატიეთ რასო ლაბარაკო. არც თანამდებობებით, არც ქები და დიდები, არც ლაზღვანგინები. აღარ შეიძლება, აღარ ტერორი. ამასაც შეჩეული ვარ. და ჩემი ნერვები ამისთვისაც ზახარ. ნუ რა აი მაშია გაყვანა 85 კაცი გაიყვა. ოდა ვიტუმე გაიყვანდა ქართული ჯარი გავიდეს. ნათი არ გაიყვანეს. არც მათ გაუყვანეთ, არც ჩვენ გაუყვანეთ. რაც უკვე ის არის. იცავი და თავის არის. მე ის კი არა ვარ ახლა მე გამოაცხადო პასუხისმგებლობა უნდა ვიგისო ამაზე და უნდა გამოაცხადო მობილიზაცია თორემ დაღუპულია გეუბნებით თუ გამო 100.000 200.000 კაცი დაჟლედან ერთმანეთს ქუჩაში და ერთმანეთს დაჭამენ როგორ კაცი რო მოშივდება და გამწარდება მე იმას ვინ მართავს ეს ის 40.000-ია რა ჩავაცვალ რა იარაღისა და 40.000 იარაღი არის ჩვენ რო დავიწყებთ მაშინ ზათ იყო 40.000 კაცი აბა 250.000 ჩვენ დავიღოთ ახლა არ უნდა დაიღუპო. ხალხი აქ რომ შემოვიდეს ის 9 მილიონი კაცი საწაიღო რას უნდა. მორალურად ერთხელ და საბოლოოდ თვითონ 250.000 კაცი რო ვარ ჩვენ თვითონ გამოაცხადოთ და რაღაც სხვაგან ვერც მაშინ. გამოაცხადოთ. ვიცი რა არის? მოდი რა ჩვენ გამოაცხადოთ, მაგრამ სადა აქ ბლოკირებულია, რას გამოაცხადებ? აქ ბლოკირებულია ტელევიზიები და ყველაფერი. მოგვიტანონ გინდა ყველაფერი. ანუ მობილიზაცია ხო გამოცა 40.000 შეესრულდა ჯაშლაბარაკო ზალა უნიკალურია 40.000 ზალა როგორ არა ბატონო 40.000 იარაღი ზოქნება ობიექტურა ისე როგორც არის საერთოდ ტელევიზორში გამოდიოდა მოტოების ვიხარი ჩვენ გიცით იცოდეთ ჩვენ ვაცალოთ იმას რასაც სახელმწიფო გადავწყვეტ სიკა ძალიან გიცით ეს განცხადება დანარჩენი მე უნდა ვიგუშავე ახლა და რაღაცაში უნდა გავერკვე და რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღო ისეთი რაც საჭიროა ბატონო ედვარდ რუსეთის ჯარის საკითხი როგორ გადაწყვეტილება ყველა ხედავს მას ეხმარებიან ხელს უწყობენ ჩვენ ვიშლიან ან გავიდნენ ისინი აქედან ან სრული ნეიტრალიტეტი დაეკავა აი ეშერის მაგითონ დავიბარე ის ეშერა და ეგერ გუდაუთის აეროდრომი თქვენ ჩვენებად მაგითონ დავიბარე ჩამოვაბა ის კაცი და დავიდებდი და ეს შენი უწყობია ოდა გავიდნენ არ კერდაბერ წაუყენეთ ეს საკითხი რომ გავიდეს ეს ჯარი აქ ეს ვინა ეს კაცი და რა ვაჭრობა მიდის აქ არ ხედავთ თქვენ ამას ოდა ამიტომ რა არის ეგ როგორ შეიძლება ამ გაკეთება გეუბნები დაიჭ რა ვხდეთ როგორ გავაკეთოთ რამდენი არის 15.000 ის არის ავტომატი გითხარით ბატონო ჩვენ ვიყავით 15.000 ავტომატი ქუჩაში სალაბარაკო და ხალხი სალაბარაკო ყველა უნდა იცოდეს ეგ ჩვენ როცა ვიყავით თქვენ ხო გთხოვეთ მოგვეცით ჩვენ ხალხს მიეცით იარაღი არა ბატალიონს მილიციის და ხალხს მიეცით სახალხო ლაშქარს ჩვენ 1000 იარაღი და 1000 ავტომატით მოულიდით აფხაზებს მოულიდით პირველი დღიდან მოულიდით მაგრამ რაღაც ტაქტიკები რაღაც თამაშები შევჭამა დაღუპა აფხაზებს როგორ მოულის ხალხი ბატონო მე ვთხოვ ბატალიონები რო შეიქმნა ის თქვენი არ არის აქაური არ არის სად შეიქმნა ბატალიონები ხალხს ვატყუეთ ზეუნები რატო ახლა 2500 კაცი სად არის შექმნილი ბატალიონი რატო არ არის 2500 ბატალიონი თუ ყავს ჩვენ მაშინ რაღაცა მინდა მე ვის ვეკითხები ღარ გადავალ გუდაუთში შევყავდი ლანდიგი მარტო სოხუმში ყავს 1200 ბატალიონი რომელიც გასპენზე ახლად შექმნილი ადგილობრივი ხალხი სხვას არ ვითვლი ხო რა ხალხზე გაჩო რატო ხალხი არის ბატონო გივდი გავაში რა არის ახლა ეს ეს ბატონო 18 კაციანი ბატალიონი ყავს კაცო 18 კაცი ბატალიონი არის 18 კაცი 9 კაცი არის ბატალიონი არის ბატალიონი შენ სხვა უკეთესად იცი რა ბატალიონები არის დავით ეხლა აქ დავით და ჩხუბი საქმე არ გამოვა არ ვწუხობ ჩვენ მე ვთხოვე ბატონო ედვარდს დღეს ვთხოვე ველაპარაკე მე ვთხოვე და უთხარით აი ამოცხადდეს მობილიზაცია ვიცით რომ მობილიზაციის გამოცხადება არის ჩვენი ხსნა დღეს აი ეს არის ხსნა თუ გინდა დედა დაბხაზა გამოაცხადე მობილიზაცია არ გამოაცხადე მობილიზაცია გამოაცხადე მოიცადე გამოაცხადე გამაფაზი გამოაცხადე რა აი რასაც ვიღებ დახავ დადედი მონაგურად ხალხი დადგება გამაგებინეთ საერთოდ გაგრაში გვითხრე თუ 400 კაცი ყოფილიყო დღეში არ გადარჩებოდა გაგრა ვერ აიღებდა რატო არ იყო ეს ხალხი რატო არ იყო მე მეკითხები თქვენ ხართ არა თქვენ რატო არ იყო რატო არ იყო მე გეკითხები თქვენ რატო იქ არ იყო მობილიზაცია ხალხის ყოველ დაუძახეთ მოვიყვანეთ უნდა და ყოველ დღე სოხუმის აეროდრომი და გადის 100 კაცი 200 კაცი მიდის იქ აქეთ ერთ კაცი არ ბატონმა ედო არ გა რა გასვა რატო მაგაში მართალი
რეგულარული ეგრეთ წოდებული შემოსული ჯარის ნაწილები. მე არ ხოვეთ ეს გემი. აი ამაზე უნდა ინტრო თავი რა ვქნა. აი და დაგვიჭირდა თავი და. მე ხოვეთ. რა მაინც ამაზე არ არის მეხმარა? შენ უნდა გეხმარა ან გემი დაწყობილი გავიდა. მანქანები და ხალხი გავიდა გემი. ხოვეთ ბატონ გივის ხოვე. ბატონ სანდროს ხოვე. არ გაუშვათ ეგ გემი. არ გაუშვათ ეგ გემი ეს ხოვე. არ გამაკეთებიათ რომ ახლა ჩავიყვან ხალხი ჩავხვალ თავი მათ მეთქი. არ გამაკეთებიათ თუ ხარეთ მეთქი. არა მივედი და გავიდა გემი ღვაწლი. მივედი რომ გავიდა უკვე გემი და ხოვეთ თქვენ. дальнейшем нападением, продвижением в сторону города. Разумеется, здесь нам сказали, что может быть это ложная ორი ვერტის დაძებნა რა? ვერ ჩამოვა. ელევაცია ახლა გეება. არ ესო. კამერით გადავიღებ შერებული. ხელი გაუწი. ამაზეც უნდა. როგორ უყურებს? საქმე არ გინდა ჩამოაყენე. აჰა. ხო. ხეშერა გითხრა. რამბავია მათ, რამბავია.
რიტი, ვინი? ვინი, ჩიკო. ეს შედი ხო? ეგ არის მე ვიქნა ვის დრაში. ვიჟა მექსიკელი ვიქნა. კალვერა? არა. სოტერო. არა. ვა, სადა. ჩიკო. ვიცით, მაგრამ მე 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 მე